გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ data validation, ანუ მონაცემთა ვალიდაციის ინსტრუმენტის გამოყენებაზე სპეციალური ფორმების ან კითხვარების შედგენის დროს. მაგალითისთვის მოცემული მაქვს პატარა კითხვარი, სადაც უნდა შეივსოს სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ასაკი. მაგრამ ჩვენ გვჭირდება გარკვეული შეზღუდვები ამ უჯრების შევსებაზე, რათა თავიდან ავიცილოთ შეცდომა. მაგალითად, პირადი ნომერი საქართველოში არის 11 ნიშნა, ამიტომ ამ უჯრაზე უნდა დავდგეთ, გადავიდეთ data menu-ზე, ავირჩიოთ data validation. ამ კრიტერიუმებში ჩვენ უნდა ავირჩიოთ ტექსტის სიგრძე, რათა მხოლოდ 11 ნიშნა რიცხვის ჩაწერა შევძლოთ უჯრაში. შემდეგ კრიტერიუმებში უნდა ავირჩიოთ equal to, ანუ უდრის და ჩავწეროთ 11. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ ამ უჯრაში ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ მხოლოდ 11 სიმბოლო. დავაჭიროთ OK და გავტესტოთ. თუ კი ჩავწერ რაიმე 4 ნიშნა რიცხვს და დავაჭერ Enter-ს, როგორც ხედავთ, მე ეს მონაცემი ვერ შევიტანე, რადგან დაწესებულია უჯრაზე შეზღუდვა. და თუ კი ჩავწერ 11 ნიშნა რიცხვს, ამ შემთხვევაში ეს რიცხვი ჩაიწერება. კიდევ ერთხელ გავტესტოთ, თუ კი ერთს მაინც დავაკლებთ, ერთ სიმბოლოს, უკვე ჩვენ ვეღარ ჩავწერთ რიცხვს. რაც შეეხება ასაკს, ამ ასაკის ველში დავაწესოთ დაუშვათ შეზღუდვა, რომ მინიმალური ასაკი უნდა იყოს 18 წელი. ამისთვის დავდგეთ შესაბამის ველზე, ისევ გამოვიძახოთ data validation. აქ უკვე ჩვენ უნდა ავირჩიოთ whole number, რაც ნიშნავს მთელ რიცხვებს. ესე იგი, ჩვენ უნდა ამ ველში ჩავწეროთ მთელი რიცხვი, რომელიც მეტი ან ტოლი, ანუ greater than და ეს მინიმალური ნიშნულობა იყოს 18. ველში ჩავწერთ 18-ს. დავაჭიროთ OK. ხედავთ ახლა, რომ ჩვენ თუ ჩავწერთ 25-ს ჩავწერთ, მაგრამ ვერ ჩავწერთ მაგალითად 17-ს. ისე გამოგვიტანა გამაფრთხილებელი შეტყობინება. ვერ ჩავწერთ 15-ს და ასე შემდეგ 18-ზე ნაკლები რიცხვი ამ უჯრაში უკვე ვეღარ ჩაიწერება. აი ესე შეგვიძლია გამოვიყენოთ data validation-ის სხვადასხვა მიმართულება, სხვადასხვა ფუნქცია, კითხვარების, ფორმების და სხვა მსგავსი ფაილების შედგენის დროს. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, გააზიარეთ და დაალაიქეთ ჩვენი Facebook გვერდი, ასევე გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, წარმატებებს გისურვებთ.